საღამოშვიდობის თავისუფალი თაობის ლიდერი და თავისუფალი ზონის წარმომადგენლების სასამართლო ხვალგაიმართება მანამდე მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ყოფნა. მასობრივი ჩხუბით დასრულდა პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციები. ორი დაპირისპირებული ორგანიზაციის წევრები რუსთაველის გამზირზე იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც პარლამენტის შენობაში საკომიტეტო მოსმენა უნდა დაწყებულიყო. მომიტინგეებს შენობის ყველა შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდა და საყვირებითა და პლაკატებით მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. პარალელურად კონტრაქციას მართავდნენ თავისუფალი თაობის წევრები. დაპირისპირება კი შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს თავისუფალი თაობის წევრები ფიზიკურად პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ გაუსწორდნენ. ლადო სადღობელაშვილი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად გიორგი გაბაშვილს და გიგა ბოკერიას თავს მაშინ გაესხა, როდესაც ისინი ავტომობილებში ხდებოდნენ. ეს ახალგაზრდები რო არიან, თან მოჩეკისტო ბავშვები რო არიან, მაგრამ დაიწყეს გინება და ჩხუბი და მიიღეს მერე რეაქცია, რაც ამას მოყვება ხოლმე სამწუხაროდ. თქვენ გამოჩენას მოყვა ბატონო. ვერ გეტყვით რას მოყვა, მაგრამ ესე დაიწყო ყველაფერი. არ ვიცი, გვარი. იცი, ცნობილი პიროვნება არის, აი მთავრობის დაკვეთილ აქციებს რო ატარებს ხოლმე, აი ეს ხალხი იყო მოსული აქ. მოვიდნენ უშუალო სიტყვებით, გინება დაიწყეს, მერე ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ეხა მერე ხალხმა მიცა რეაქცია. სადღობელაშვილი რო არის, ღარიბაშვილის პატარა ეს ბიჭუნა. რამდენიმე კაცი. მოგვიანებით ამ დაპირისპირებაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ჩატარებული აქციის მონაწილეებიც ჩაერთნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 6 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. ამ დროისთვის წინასწარი მონაცემებით იზოლატორში თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და თავისუფალი ზონის 1 წევრი და ნაციონალური მოძრაობის 3 აქტივისტი რჩება. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედებათ ბრალად. მომხდარზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება და სავარაუდოდ დაკავებულებს 100 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლებენ. აგრესიულად არიან განწყობილები ჩვენს მიმართ. აქტივისტების დაკავება მოგვიანებით თავისუფალი ზონისა და სამართლის თაობის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს. დაკავებული იყო 5 ადამიანი, აქედა ერთ-ერთი გოგონა, ჩვენ ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი გათავისუფლებული არის ამ ეტაპში, დანარჩენი 4 იმყოფება პატიმრობაში. სადღობელაშვილი მოვიდა იქ პროვოკაციისთვის, აგინა როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე პარლამენტის წევრებს და საერთოდ ხულიგნობა არის უმოტივო დანაშაული და მაშინ როდესაც აშკარად მოტივი არსებობს ადამიანი გაგინებს, იქ ხულიგნობაში საუბარი ზედმეტია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციის პარალელურად უწყების ფოიეში დაპირისპირება დაკავებულ ლადო სადღობელაშვილს ამჯერად თავისუფალი საქართველოს წევრთან მოუვიდა. დაპირისპირებას კახა კუკავას დაკავებაც მოყვა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. შევდიოდი აქ ადმინისტრაციულ შენობაში საპატრულო პოლიციის ჩემი მართვის მოწმობასთან დაკავშირებით, სადაც დამახვედრეს პოლიციელთან ერთად მოდიოდა სადღობელაშვილი, რომელიც შეეცადა თავდასხმას. პოლიციაში გამიმარტეს, რომ თვითონ სადღობელაშვილიც იყო დაკავებული, თუმცა ხედავდი, რომ ერთ ხელში ესე იგი ფანტის კილა ეჭირა და ძალიან თავისუფლად მოძრაობდა აქ როგორც შინაური შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მე როგორც საშიში დამნაშავეს დამადებს ხელბორკილებით. ფიზიკურ დაპირისპირებამდე თავისუფალი ზონის და სამართლის თაობის წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ატარებდნენ. მათი აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს 3-ვე შესასვლელთან შეიკრიბნენ. პლაკატებით, საყვირებით და შეძახილებით მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. როცა ასეთი უნიათო მთავრობა გყავს, მაგათ ხელში ქვეყნის წინსვლა არ იქნება და ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ისინი შეიცვალონ რაღაც ახალი ხალხით, ახალი თაობით. შეძახილებით და სწორით აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში შემსვლელ დეპუტატებსაც აცილებდნენ. დღევანდელი მთავრობა, დღევანდელი უმრავლესობა არიან ოროსნების მთავრობა და ამიტომ უნდა გადადგნენ. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს და საზოგადოებას 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.